შვეიცარიის კადრებით შემოგერთიდით, მე და ჩემი შვილი ეს ლიონია, სადაც ფანქარი მოგინიშნეთ, ეს ნიკომ დააგემოვნა. ეს არის ანტიბისი, სადაც ზღვაზე ვიყავით, ხმელთაშუა ზღვაზე. ცოტა ოდენი გავლაღლავდი და გავჭყუპალავდი ეს სოფლელი გოგო, რა თქმა უნდა, კალოში გვერდზე დავტოვე. ამ კაცს ტელეფონით გადავუზიარე ჩემი სურათები, ესეც ხმელთაშუა ზღვა. მე საღამოშვიდობის მოვედი. როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ, გადავწყვეტა რომ მაკარონი მოვხარშო, თან გასაქცევი ვარ, გასარბენი ვარ და სულ რამოდენიმე წუთი მქონდა და ვიფიქრე რომ საიდანვე ხო უნდა დავიწყო, სადმე ხო უნდა ესე ხო უნდა არსებობდეს რაიმე. კარგად ვარ. კარგად დავისვენე საფრანგეთში. ნახე შვეიცარია. ვიყავი კანში, ნიცაში. ხმელთაშუა ზღვაში ვიჭყუპავე. გავიცანი ჩემი მეგობარი. ამაზე ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ. ჩვეულებრივ ის რაც მოვჭერი და გააკეთეთ ისე რომ არ გამიზიარებინა ნაწილმა ადამიანებისა. ნაწილს გავუზიარე, ვინც ჩემი Facebook მეგობრები არიან, მეკითხებოდნენ და რა თქმა უნდა დავამატე და რამოდენიმე სურათსაც საწყისში ალბათ ჩავსვავ. ან საბოლოოში არაფერი არ გადამიღია, იმიტომ რომ ეს იყო ის ურთიერთობა, ის სივრცე, სადაც ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს, საოცარი ერთი კვირა მაჩუქა. ძალიან ბევრი საჩუქარი გამიკეთა. გარდა იმის, რომ მისი სახლის კარი გამიღო, მიმასპინძლა, თან ისეთი მასპინძელი იყო, რომ შოკში ვიყავი. ბედნიერებისგან ტვინი ვერ ასწრებდა მასთან გატარებული წუთების და დღეების გადახარშვას. არ ვიცი, ადამიანობა უსასრულობამდეა და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემთან მოხდა ეს და ვიღაცას რომ მოეყოლა, ალბათ ამას ვერ დავიჯერებდი და ვიტყოდი, რომ რაღაცა სიტყვებაო, აბუქებს, რომ როგორ შეიძლება ადამიანმა გაგიკეთოს იმდენი, რამდენსაც ხანდახან მშობლები არ აკეთებენ. არ ვიცი, საჩუქრები ჯერ არ ჩამოსვლია. მე ყველას ერთად გაჩვენებთ. ამანათი გამოვაგზავნე, იმიტომ რომ ბილეთზე ძალიან ძვირი იყო. ხოლოდ რაც მითხრა რომ არ მოიხსნაო, ეს საყურები მაჩუქა უბრალოდ ესე ჩამაგრებული მაქვს და ვგიჟდები, არ მქონდა საყურები, რომელსაც ესე ყოველდღიურად ვატარებდი და ესეც მივხვდი რომ ბანაობის დროს გამომძრობოდა აქ უბრალოდ ორი ნახრეტი მაქვს და ეს ულამაზესი ხელთნაკეთი იტალიური კარიცო. კიდევ ბევრი რამე ჩამოვიტანე. ტანსაცმელი რაც ჩალაგებული მქონდა, მაგრამ ამას იმათთან ერთად გაჩვენებთ, როცა ჩემი ამანათი ჩამოვა. მე ბედნიერი ვარ, რომ სამყარო ღმერთმა მაჩუქა ეს ადამიანი, მე ბედნიერი ვარ, რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღეები, როცა ხვდები, რომ ეს იაზრებ, თითქოს ფიქრობ, რომ ეს შენ თავს ხდება, ნამდვილად შენ თავს ხდება, ეს შენი ცხოვრებაა. არ ვიცი ხალხო, ამას ვერ იტყვის სიტყვები, არ არის სამყოფი. რომ ირინას ადამიანობა ავღწერო. არც მოსაყოლი არ არის, იმიტომ რომ ეს ჩვენი ორი მეგობრის ურთიერთობა იყო. კიდევ აპირებ წასვლას, კიდევ მიპატიჟებული ვარ. და არ ვიცი. დავხუროთ ესე საჩუქრების გარდა. არ მიწყინოთ, არ გამიბრაზდეთ. ძალიან ლამაზია ლიონი. რაღაცით თბილის წააგავს. ძალიან პოზიტიური ხალხი იყო, ფრანგ ბებოებზე გადავირიე, რაღაც ხმელი, რაღაც სიფრიფანას არაფნებში, ძალიან მოწესრიგებულები, კაფეებში ყავით და პაპიროსით ხელში, ამის ყურება იყო, არ ვიცი, ძალიან ლამაზები იყვნენ და ძალიან მოწესრიგებულები. ტაფაში ვაკეთებთ მაკარონს. შემდეგი ახალი ამბავი, რაც მე თქვენ არ გაგიზიარეთ, ის იყო, რომ ჟანა გავიცანი.
მას მე რამოდენიმეჯერ ვეკონტაქტა Facebook-ზე. დიდი მიწერ-მოწერით არ გამოვირჩევდით. მაგრამ აღფრთოვანებული დავჭირ. ძალიან საყვარელი გოგოა. მე მოვისმინე ჟანას ვიდეო და რომ არ იფიქროთ, რომ უი შეთანხმდნენ და საპირწონედ იღებს რომ ჟანას როგორც ხდება ხოლმე რა. ხმალი ჩხუბებთ. არა, ხალხო, ჩემგან ასეთ რაღაცებს ყველად ელოდებით. მაგრამ გიაც გავიცანი, შევხვდი მანქანაში. იმედენად ცუდი რამე დავემართა მაგ დროს, რომ ჟანას პატარა ბიჭს ხო ვიდეო ხედავ ხოლმე. უფროსი ხო არ ყავს ნანახი. ისეთი სიმპათიური ყავს. საოცარი ბიჭია. საოცარია. და რა დავინახე, ანუ პატარას მათეს აღარ მივაქციო ყურადღება და თან ვიფიქრე, რომ უხერხულში არ ჩავარდეს თქვა, ბატონგიას ხელი ჩამოვართვი და გავიცანი და უფროს ბიჭს მოვეფერე. ჟანაზე რაც მინდათ გითხრათ ხალხო, რასაც თქვენ ვერ ხედავთ. ჟანას აქვს მე კრიტერიუმები მაქვს სილამაზეს ცოტა სხვანაირი როგორც ყველა თქვენ. ჟანას აქვს ულამაზესი თითები. ის პერიოდი რაც ჩემთან ამ სამზარეულოში იჭდა და ჩვენ ყავას მივერთმევდით, ვუყურებდი როგორ იქნებოდა თავის ლამაზ თითებს. მე არ მეყვარს ადამიანი, რომელიც ხელებით საუბრობს, ჟესტიკულაციები აქვს. თურმე მეც მაქვს, მე ხვდები ხოლმე და ძალიან უხერხული მომენტია, მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანების ის არის. იმდენ თუ ხდება ჟანას, იმდენ ლამაზ თითები აქვს. და აქვს ძალიან ლამაზი ფერის თმა, ვერ აღიქვავს კამერა. რაღაცა მოქერაო, მოფერფლისფერო და სახის კანი აქვს თითქოს არის ხელოვნურად გაითეთ რა. ბიჭი და ესე ვუყურებდი დებილივით. გეუბნებით ულამაზესი გოგო ახლოდან, აი ულამაზესი კამერაში საერთოდ არ ჩანს 70%-იც. მე ვიყავი მასპინძელი და რა თქმა უნდა მე უნდა მექნა ის, რომ შემექნა ისეთი გარემო, რომ ჟანას ასე თუ ისე კარგად ეკრძნო თავი, თუმცა პირველი შთაბეჭდილებით ადამიანი ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას და მე მოვიხიბლე მისით, საერთო ჩატი გვაქვს კიდევ ერთი ინფლუენსერი ბლოგერის და გადმოგდის ქალო მაკარონი წადი მიხედე რა დროს ვლოგებიაო გახდა გაზი გასახეხი ხო და ესე საუბრობთ და ძალიან მახარებს რომ რამოდენიმე გოგო შევეკრიბეთ და ასეთი კარგი ამბები გვაქვს. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ნიკოლოზი მყავს აქეთ, ეხა ნიკუშას დაბადების დღე იყო, გახდა 16 წლის, 28 ივლისს, მაქსიმალურად შევეცადე გავიკვანძე და უფულო ადამიანის დედავატირე, არასდროს, აი ის ვიტყვი ხოლმე, რომ არასდროს აღარ გავაკეთებ თქო და მაინც მიწევს ხოლმე. ნიკუშას უნდა მეგობრებთან ერთად რესტორანში, მაგრამ უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით ვერა. და ხორცი მქონდა, რაღაც მქონდა და მოკლედ კარგი ქართული, უფრო იმერული სუფრა მივცხე, იმიტომ რომ ამ ზაფხულში ჩემი პირის რეცეპტორებისთვის ძალიან მეგემრიელება ნიგვზით შეგემებული საჭმელები, რომელსაც ბევრი ძმარი აქვს და თითქოს ეს ძმარი მაგრილებს და ჩვეულებრივი კარგი იმერული სუფრა გავაკეთე. ეკალა ვერ ვიშოვე, დანარჩენი დანდური მქონდა შეგემებული ნიგვზით, ბოსტნეული გამოვაცხე ნიგვზით, კიდე რა მქონდა ნიგვზით, მოიცოდეთ გავიხსენო. ლობიო მოვწალე, მე შევწვი გრილში ცადეთ და შევაგემე ნიგვზით, უგემრიელესი იყო. ისრემი გავაკეთე მაყულის და ყურძნის ეს იმერული, მჟავე, გემრიელი და ჩავა და შიგნით გაპიწყინებული დედალი.
არ ვიცი დედალი იყო თუ მამალი ხალხო შემწვარ ქათამი ჩავა ბუჟბუჟი შიგნით მაგრამ გემრიელი იყო ბლინები გამოვაცხე ხაჭაპური გამოვაცხე ტორტები ბოლოს გამოვიძახე რომ არ გამდნობოდა ორი ტორტი და რა ვიცი მე მგონი ვერ გავსინჯე არ მახსოვს კარგი კოტლეტები მქონდა კოწახურებით და ნუ მოკლედ აი ესე მთელი დღე აქ ვიდექი ასე გამომდიოდა 8 კილო დავიკელი ვაცხე ვამზადე მაგრამ ხო ამბობ ხოლმე რომ აი როგორი ცუდია სახში მე ჩემი დაქალები არიან სასწაულები სანამ ბოლო ჭიქა არ გამარეცხინა ჩემ მაიკა მაქედან ფეხი არ მოიცვალა და როგორი მოვიდა ჩანგალი და კოვზები ვიყიდე ახალი გაჩვენოთ ეს კიდე გადმოდის კაცო ნავეტანი ავჭორავდი მე რომ მომხატო ფანჯარაში მტრედია ხო იცით მე ფანჯარაში ტაფისახურავია ასეა როცა ძმა ჩაგიმონტაჟებს გასქურეს ფანჯარაში და ეგას ვურეკავ ჩანგლები ვერ ვიტან ლოგო თუ სიმბოლო არ ვიცი და მოკლედ ეს ოქროსფერი მომეწონა და შანელის ეს გაყვა ცოტა გოიმურია მაგრამ ჭამით კარგად ჭამ ხო და ხო ვიყიდე ეს დანა ჩანგალი კოვზი და ვოთხარი რომ არ გვეყოფა თქო იმიტომ რომ 12 სტუმარს ველოდებოდით და წამოიღე დანა ჩანგალი კოვზი და ყინულები წამომიღე თქო იმიტომ რომ ბევრი ყინულები მიდის ხოლმე როცა სუფრა თუ კი რაიმე საყინულეში ქონდა ჩაყინული ეკას დიდი მაცივარი აქვს მთელი ყინულების გასაყინით დანა ჩანგლით ნიკუშა საჩუქრით მოვიდა და კიდევ სანამ ბოლო თვეებში არ გამიმშრალა არ წავიდა აი მე ესეთი მეგობრები მყავს და მიხარია რომ ყველა ესეთია და ძალიან მიყვარან ბატიაშვილი ვიცი რომ ორშაბათს ჩაუჯდები შენ ამ ვიდეოს და გოც ხო მოკლედ ესეთი თავგადასავლები მქონდა თან ვმუშაობ შეძლების დაგვარად ვირივით ვიფხრიწები და ყოველთვის მე არ ვიცი ანუ არასდროს არ მიფიქრია იმაზე მე რა მარგია ცხოვრებაში მე იმას ვფიქრობ ყოველთვის რა არის ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ოჯახი სადაც 3 წევრია მე და ჩემი შვილები და ჩემი შვილებისთვის და ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი მე არ ლაპარაკობ ჩემს სამსახურზე მე ვხედავთ იმის რომ ის ჩემი შექმნელია და ძალიან მარგალიტური ამბები ხდება და საოცარი ამბები ხდება მე რომ კამერა ავიღო და ის ყველაფერი გადავიღო და მქონდეს ჩართული დამიჯერეთ რომ მილიონჯერ მეტი ნახვა მექნება მილიონჯერ მეტი შემოსავალი მექნება აქ თუ აბა ეხლა YouTube-ზე მივიღებ 4 თვეში ერთხელ 70 ევროს და რა ვიცი მე ვინმეს თუ გონია რომ აქ ცხოვრობთ ვინმე მე არ ვიცი მე ცოტა ყველაზე ცოტა გამომწერი მე მყავს არავის არ მობწონვარ არ ვიცი რამე უნდა მოვიფიქრო შეყვარებულს გავიჩენ თავიდან მიუხედავად იმის რომ ყავს კიდე გავიჩენ ხო და ნუ აფიშირება ამ ყველაფრის ჩემთვის ცოტა მეუღებელია ჩემ პირადი სივრცის ჩემ პირადი მე ამ კომპანიას შვილი ვეთვსდი და იყაველა ოფლის წვეთ ცრემლის წვეთ ბევრჯერ მიტირია ბევრჯერ გამხარებია ბევრჯერ ძალიან ბევრი რაღაცა ყოფილა და ეს ყველაფერი ძალიან ჩემია და ესე შეკრული მაქვს და ვცდილობ რომ არაფერი არ გამოვიფანტოს ადგილი აღარა მაქვს ადგილი გადამევსო ტელეფონში რაღაცები მაქვს შენახული და მოკლედ წავედრი ხა მე კოცნით გეფერებით ჩემს ბატებს აქეთ ხომ არ ჩამოუვლიათ გავთხოვდი თეთრი ოქრო და გატყუებთ რომ ვერცხლია მე ყარხართ დროებით